დილა მშვიდობის, როგორ ხართ, როგორ გიგითხოთ. მოკლედ არაფერს არ ვაკეთებ, ისევ ნარჩენები მქონდა ხინკლის მოკლედ ის გავაკეთე. ცოტა მორჩენილი მქონდა ცომი და შიგთავსი. ხო და გეგას მაგის გარეშე არ შეუძლია იცით, ხედავთ. ხო და ეს გავაკეთე, რამდენი ცალი არ ვიცი, მაგრამ 5, 10, 15, 20 კაკრას. რამდენი გამოვავალ, გავყოთ 3-ზე, 20. სადღაც 6-6 ხომ მოუწევთ, მაგრამ ორს მოკლედ 6-6 მივცემ გოდეს და ადას, გიგას მივცემ 8-ს. ხო სწორად დავითვალე, კი. აი ესე ვისაუბრე. იმიტომ რომ გიგას უყვარს ძა. ესეც მაგის ქვილი მაქვს. მოკლედ ესე გავაკეთე. სკოლაში ვიყავი, დილით დავიბანე თავი. და დილით რატო დავიბანე? წუხე. ვიდეო რო გადავიღე, რა დრო იყო? გითხარით მაშინ რაღაც რომელი საათიც იყო და წყალი რო წავიდა, ვიდეო რო მოვჩი მაგის მერე, всё, წყალი თვალით არ მინახია. ეხლა ეს წყალი მქონდა მოდუღებული. თუ არ მოვადუღე ჯანდავკაი, ამ ქვებიდან ამოვიღებ და უჭირს. არა მოვადუღე დამანებე. ციანი ყავა მაქვს. არ მიყიდია ეს. დედაჩემმა ჩაგვიდო მაშინ აქეთ რომ მოვდიოდით. სკოლაში ვიყავი. ფარდები მქონდა წასაღები და ის წავიღე. ფარდები და ეს მქონდა გადასაფარებელი 2-3 და საუთოებელი დავაუთო მე საუთო მაგიდან არ მაქვს იატაკზე ვაუთოებ. თან ან ჩემს იმასაც რა ქვია უთოსაც ის ანუ ხო კაი უთოა და ნამიანადაც უნდა დამეუთოებინა, მაგრამ არ ვიცი, წყალს ასხამს და მერე პირდაპირ იმაზე ესხმეოდა, რა ქვია. რასაც აუთოვებდი იმაზე, ხალხო იმდენად არეული ვარ, რომ აი ვერ წარმოიდგინეთ როგორი არეული ვარ და რა მჭირს. არ ვიცი ამ ბოლო დროს. არ მინდოდა ეს ქვილი დაყრილიყო ეხლა გაზზე. დღეს როგორც იქნა, კარგი ამინდი გვაქვს. ზიანი ამინდი, ლეიბები, სამდები, ბალიშები, ყველაფერი გარეთ გავხარე. უნდა შემოვიტანო არცი. აგრივდება და ის ცივი მერე არ მიყვარს. კოდე უნდა მიმეყვანა დღეს სკოლაში და რო ვერ გავიგებ დროულად, მაგიტომ ვერ მივიყვანე. კოდე მუსიკები არ მინდა დე? ნაჭამი არ ვარ. კაბილიც კი ანიჭამი არა მე ჯერ. რა გინდა? მაინც 60 კილო კი ვარ და ჩემი მეგობარი გოგო მეუბნებოდა ეხლა რომ გითხარი რომ აი 60 კილო ვარ თქო დღეს გუშინ არ ვიწონე თქო და გავგიჟდი 60 კილო ვარ მეთქი და როგორ და საიდან არ ვიცი თქო იმიტომ რომ მართლა არ ავჭამ.
დღეში ერთხელ ვჭამ და ისიც 7 საათამდე და მე არ ავჭამ. დავგიჟდები მეთქი ვეუბნებოდი. ვერ წარმომიდგენია რა უნდა მას უქებდეს. კბილებზეც რო იყო გადამკვდარი მესმის, მაგრამ არა ვარ. რო ვჭამდი მაშინ არ ვიყავი ესე. სიმართლე რო გითხრათ. ორჯერ ვჭამდი და ისიც რო ვიცი, მაინც არ ვსუქდებოდი და ეხლა რა ხდება ვერ გავიგე. რაც არის ეგ არის. თავს ვერ მოვიკლო. თუ იქნება რამე უკეთესობა, გავიხარდება, მაგრამ არ ვიცი. ბაკი. აი ამაში გავიკეთო, იმას შაქარი აქვს და ძიანი ყავალი ჩაქრო მე არ მიყვარს და მამადებ კიდე ერთ კოს. აი მის დასახური გავეცხეს სველია. ესენი გუშინ გასვლა მომიწია. ხინკლები ჩავყარე თუ არა, თუ რაც ქვია მას, ვარენიკები ჩავყარე თუ არა, მომიწია გასვლა და წარმოიდგინეთ. წარმოიდგინეთ ხალხო. რომ მოვედი რამოდენიმე სუქვაბზე იყო ძირში. იმდენად მიკრული, რომ ვერანაირად ვერ ამოვიღე, გაიხა. 3-ვე, თუ 4 იყო, თუ 3 არ მახსოვს. ხო და მე რა ვქენი, ის ხომ და ჩამეყარა ჯერ? კაი. სველით მით წავედი ხალხო. დილით დავიბანე. ხო და სველით წავედი. იმიტომ რომ რამდენი ხანია მიდევს ცელოფანში, დაკეცილი, რა თქმა უნდა, ნაკეცები ალბათ შეეთყობა. რა ვიცი, აბა საწამილო. ან გზაში კიდე ესე გავშტილებ, მაინც ვერ წავიღებდი და მოკლედ რაც არის ეგ არის. თავარია არ დავიზარე და გავაუთოე. გავწვალდი და მე ვიწევლიდი თავს. რატო წავიღეთქო, მაგრამ ორსულ ქალს მიქონდა და მაგიტო მომენიდა ეხა. ორსულმა როგორია რომ წაიღოს და შენ თათია ეგერ დგეხა. კიდე ვიყავი ცხები, მაგრამ მაინც აი ხალხო. ის ამობერილი რო იყო, რომ გაჩვენეთ ერთ ვიდეოში, აი მოძვრა. არა უშავს. ჰაერი გაიპარა ალბათ. ყოველთვის ერთნაირად კარგი. შეიძლება მეც ბევრიდან არ გამომივიდეს ხოლმე. ყოველთვის ერთნაირად კარგი. ასე რომ, ეგ არაფერია. რამდენი ხანია ძიანი ყავა არ დამილევია. ვაიმე, ტკბილია ხალხო. თუ მე მეტკბილება. აი, ვინ იყო, ჩემი და იყო, რო ვთქვი მე, რაღაცა ნამეტანი მეტკბილება თქო და არაო, ჩემი და გაგიჟდა კაიაო. ეს კაბა, ასეთები არის სხვადასხვა ფერში. ხო და კი მომწონს, თან მომწონს, თან არ მომწონს, ზოგჯერ მომწონს, ზოგჯერ არ მომწონს. ჩორგები გამეზარდა, მაგრამ იყოს, არ მოვიჭრე, არ დავიმოკლებ. ესე იგი. ეხა უნდა გითხრათ, რა მჭირს ამ ბოლო დროს. მეც მე მგონი რომ ვფიქრდები ინსულინ რეზისტენტულიო თუ რაღაცას რო ეძახიან, ის არ ვიყო მეთქი. რო ვჭამ, ხო გავწყები, მერე მომშივდება, ისე უმშია. სულ მაქვს შიმშილის შეგრძნება. ანუ ყოველთვის რო გშია ადამიანს, მსგავს რაღაცა მე არ მქონია. სულ მაქვს ეს მგრძნობელობა, ანუ სულშია. მერე გასკდა? არა. რატო ხედავ, რომ გამსკდარია? მერე
იცავდეთ. ნახოთ, ხო ნახავთ აგე რომ ამოვიღებ, რამდენი წუთი გავიდა კიბერიც. და ნახეთ. მზად მაქვს და აქედან. სამი ის მაქვს. რა ქვია მათ არ ვიცი. კვანძები არა, ცხიმიო თუ რაღაცაო ამბობენ იქ და თან მეკავება ხალხო. სულ მეკავება. ხო და რას ვამბობდი? ამავიწყდა, რას ვამბობდი? ხო, ეს მჭირს. მე სულ დაღლილი რო ხარ ადამიანს. სულ. ანუ დასვენებული ხო ხარ ლოგინში რო ხარ ადამიანი და რო დგები, სულ დაღლილი ვარ. აი სულ მართლა ბავშვებს გეფიცები. თავბრუსხვევები და დაბნელებები ხო მაქვს. მე კიდე რა იყო? ძილი ვერ ვიღვიცებ. სულ მეძინება აი თხისით გუშინაც აი რამდენჯერ მომივიდა რომ აი ესე წამთვლი ვნავს წამოვაგდებ ჩემს თავს რა ეტატი არა შეგიძლია რომ დაიძინო იმიტომ რომ მე რომ დავიძინო აქ ბავშვები ალბათ ჯერ მე რო ვარ მაშინ ხო ცავენ ერთმანეთს ორი მე რო არ ვარ ხო საერთოდ ხო და ასე რომ ძილი არ შეიძლება ჩემთვის მაგრამ სულ მეძინება ხამე ხა მაგალითად იმდენად ვითიშები მე დილით რა დროს მეღვიძება მაგრამ გვიან რო ვიძინებ მაინც ვითიშები დილით გვიან მეღვიძება აი ძალიან გვიან 11 საკლდა დღეს ჩემი თავის შემრცხვა ლიკამ დამირეკა შურღაიამ რომ თურმეო ბავშვებიო სკოლაში ყოფილანო დაბარებულიო და მე არ ვიცოდი ჩატში არ ვარ მშობლების ჩატში ისე კი მქონდა იქ მასწავლებლის ჩატი მაგრამ იქ არ დაწერილა არაფერი ასე რომ ვერც ვერავის ვერ დავავაგდებული მაგდინის მესმის რომ ყოველ ჯერზე პირადად მომწერეთ ხო ვერ ეტყვი ადამიანს თუმცა აწი იქ დაიწერება იმ ჩატში მასწავლებლის ჩატში და გავიგებთ ყველაფერს და ხვალაც ყოფილა მისაყვანი მე დამირეკა კიდე ერთხელ მშობელმა რომ ხვალ 11 საათზე მოიყვანეო ბავშვიო და ხვალ წავიყვან 11-ისთვის ციგნები აუღიათ რამოდენიმეს და მეც კი ვიყავი ახლა დღეს ჩუმად რა ხდება აი ჩატოწვალებ ერთი წუთი ვიდეოს ვიღებ გოდე დიდი ბიჭი ხარ და შენ თუ არ გესმის მაშ ვის უნდა ესმოდეს ბიჭო ნუ ყურებ ახლოდან მე იტყვი დედიკო რომ ვერ მხედავო აი ამოვიღებ თორე გაიხევა იგი ხამე რო უყურე დიდი თებშები არ მაქვს ღმერთო როდის დაიმტრა თუ მახსოვდეს დიდი თებშები აღარ მაქვს აქედან გამოვიდა იცად ამოთხუთხედეს ეს რვა ჩანგალი გამოიღე გეგა ჩანგალი და ისე აწაიღო ეხა დაგიჭრი და მერე წაიღე მე არ მჭირდება ინკალი აი ესე შეჭა კაი გამოიწე ერთი მე მინდა მოგცემდე აგე რაგა ორტა მე იმა ფალა ბერი დედი მაგუთ დედი დეგა ბერი ჩამია დედი ეს ბერი შენია დამაცადე ღმერთო დედი გამოიწედე და იქ ვიდეოს ვიღებ ჩართული მაქვს დედიკო წაიღე ექვსი შენ და ექვსი ალალი როგორ რეგერად და ჩანგლები ჩანგალი ხელში დედიკო ჩანგალი ყველა განეცხილია ბაგაცო
ესეც და 6 ხახა დაიცა და სულ დავიჭი აქ მეზია ცხელია აგე ცივი წყალი რა არის ცხელია წყალი დალიე ასე ცხელს რო ჩაყლაპავ გიჭო რა იქნება აპა დაიცი ხო დედიკო დაგიჭრი და წამოგიღე რა გეტკინა მიარტყი ოხ აგიტავს ის შენია ეს დედა შენია შენსას ჭრი დედიკო შენსას ჩემი გეგა დამაცადე დედიკო ცხელია და მუცელს გატკენს ბატალავსკი ბატალავსკი შენ როგორ ბატალა კაი ფულქენი მაინც ცომია დედიკო და მოხარშული ცომი მერე ცხელია აგამაი ჰადედუ ეს აგიდო და დილო რაკენი თაკ არის რა დედა პაპა ოი დედიკო დედა პაპა დაუსხია იქ მაგიდას ხო ვიცი რომ მოწმინდე ტილოში იყო შიგნით ყველა დედა დავიღალე რატო უნდა იყოს სველი გოგო როცა წყალი არც ერთს არ წაგიღიათ იქეთ დედი რამს უნდა დაესველებინა მითხარი აგე დაჯექი ბიჭო ორთარე ჩაუწიე ბიჭო მუსიკები არ მინდა მე თორა ხმებია სადაა წყალი სადაა სველი სველი სად არის მაგიდა ხო თქვი სველია აგელა ბრინჯი აჩმინდე მერე ეს სველია ჰე აჩმინდე ეს ედმეტი ჩანგლები და კოვზები რად გინდოდათ ერთი მოვინდომე დავჭიდე და ყავა მაინც დავლიო იქნება და დამავიწყოს რომ შეათქო და მაგაზეც როვე ყოველსეც მოსაწმენდი მაგთა რო არ დაგსვამენ ეს რისია სუფთა კიდე მამიწყდა რაზე ვსაუბრობდი ხო წიგნები ციდო მაგიდაზე, მაგრამ რა ვიცოდი ახლა თუ შეიძლებოდა წამოღება, არ ვიცოდი, იმიტომ რომ რამოდენიმე წავიღეთო, მითხრეს გოგოებმა, გუშინ ვიყავითო თუ დღეს ვიყავითო ხო და რამოდენიმე წავიღეთო, მაგრამ არ არის ყველა ახლები ნაკლოვანი წიგნებია. სკოჩი და სკოჩილი და რაღაცები, მოკლედ რომ ნახეთ დღეს. ხო და ნეტა არ იყიდება, ახალი რო ვუყიდო, რამოდენიმე მაინც ის დასკოჩილი რომელიც არის. იმიტომ რომ ჯერ ის ახალი რომ მომქონდა, იმას ლის ვუფრთხილდებოდი და იმას იმავშვებოდი და. ეხა იმას ხო საერთოდ დაგლიჯავს. არ იყიდება ნეტა, აბა თუ იცით ვინმე დამიწერეთ თუ იყიდება მესამე კლასის წიგნები. წესით უნდა იყიდებოდეს, რა ვიცი მე. ნახოთ ჯერ რას მოვიტან იმის მიხედვით. ხა ყველა იმედი არ იქნება საყიდელი. ყველა არა, 1 და 2 იყო რაღაც ესე. აი ასე იყო დადებული.
ანუ 1 5 თუ 6 აქვს, მეორეც ისე, ანუ რამდენი ბავშვის დარჩენილია იმით ქონდა ალბათ გათვლილი. მაშინ ბევრი. 13 არიან ეს ბავშვები. მაშინ 10-ის უნდა ყოფილიყო და 10 არა. ახ, მაშინ ანაც იქნებოდა, ანასაც ექნება წაღებული ალბათ. გეგას შეხვდება მაგარი მასწავლებელი, ზამირა მასწავლებელიც კარგია, ის ძალიან კარგი ადამიანია. გინდა შეხვედრის დროს, რა ვიცი, ძალიან მომწონს მე. ერთხელ მაგ ნათქვამი, რომ უბრალოდ გოდეზე მეტად მომითხოვე მეთქი, თორე სხვა რამე ის არ მქონია მაგ მასწავლებელთან და მეტი ერთი ვიდეო იცით, რომ გულდაწყვეტა მქონდა, მაგრამ მან ზამირა მასწავლებელი არაფერ შუაში იყო, იმიტომ რომ მან სხვა იყო, ზამირა მასწავლებელი არ იყო. აი შეჯიბრება რო იყო. თორე დანარჩენი ეხა მართლა მაგარი კარგი მასწავლებელია, კარგი ქალია. დირექტორიც ასევე რაღაც საუბრები რო დამჭირებია და დამირეკია, ძალიან ნორმალურად და კარგად ქვილაპარაკია. ახლა ამ ბოლო დროს კიდე დაურეკე რაღაცის გარკვევა მინდოდა და მოკლედ ძალიან თბილად და გეგას შეხვდება ძალიან მაგარია, ყველა რო აქებს ეგეთი მასწავლებელი. ძალიან მაგარი და იმედია გეგა გაამართლებს ჩემს იმედებს და იქნება ერთადერთი არ ვამბობ, იმიტომ რომ ყველა ბავშვი ყოჩაღია და ყველა ბავშვი ნიჭიერია თავისებურად. ასე რომ არასოდეს არც ვიტყვი რომ აი კი მინდა ყველაზე კარგი იყვნენ ჩემი შვილები, მაგრამ ყველაც კარგი იყოს. შურიანობის მხრივ არ მაქვს შურიანობა არავის მიმართ, რომ აი ის ბავშვი ჩემ შულზე უკეთესი არ იყოს და არ იქადა მე ასე უკეთესად არის მსგავს რაღაცები არ მომოძრავებს. იმიტომ რომ მოკლედ ჩემი დევიზი იცით. არასოდეს ის არ გავაკეთო მე რაც სხვებში არ მომწონს და არასოდეს ის არ გავიფიქრო რაც მაგალითად სხვებზე გავიფიქრე რომ ნახე ამას ეს რაღაცნაირად ამოძრავებს და ეს არ მომწონს და იგივე როგორ გავაკეთო. აი ამას ვცდილო მართლა ყოველ ჯერზე. მართლა წამი როგორია ამისი? გაგიჟდიდე და არ გეყო შენ მოგიკვდეს შენი დედი გოგო. წამი მინდოდა როგორია? წვენი. რა წვენია დედი გოგო ის ჩაიხარშა უბრალოდ რა ქვია ამას? გაგიჟდი შვილო? ხორციანი ხინკალი გასინჯე და ნახე იმის მერე ეს თუ შეჭამო. მაგარი ხინკალი მწარეა. არ არის მწარე. ხორციანი ხინკალი. გასინჯავ? არა ხალხო, გასინჯვაც არ უნდათ. ხინკალი მწარეა. ეს არის კიდე. თან შავი პილპილით მომაყარე ზემოთ და. დამწარეა. მარა უხუს არ ამბობენ ჩემი შვილები, ჭამე. გოდის კლასელი იყო აქ ორი გოგოები და რაღაც რა იყო გავაკეთე სოუზი და ბავშვებზე რომ მეჭმია, მოდით ბავშვებო თქვენს დასხედით მეთქი და აქ დავსვი. ესე იგი, ხო ჭამს გოდე ჩვეულებრივად, გეგა ჩვეულებრივად და ის ორი გოგოები. გოდე, შენთვის ალალი მართლა მჭარე, არ არისო გოდე ეუბნება, შენ არისო კაცო მწარე, მაგრამ მაინც არც გეგან. ეხა კი ამბობს რომ მწარეაო, მაგრამ ისე გემრიელად მიერთმევენ, რომ აი ვერ წარმოიდგენ და ჭიქა წყალიც არ უდგია ეგერ. სკოლის დაწყებას აი როგორ ველოდები ვერ წარმოიდგენ თან ორშაბათი დღეა და უფრო მეტად იმიტომ ველოდები ხალხო გაგიკვირდებათ და ჩემი სერიალი იწყება ვაიმე ისეთი კარგი მომენტებია ისეთი კარგი რომ მოკლედ ერთი სუნი მაქვს როდის დაიწყება რა თქმა უნდა უყურებთ თურქულ ენაზე
რაც არ ვიცი, მაგრამ დეშექვრედერემ და რაღაცები მესმის. ნე, სანა ნე. რატომ შენ თუ რაღაცას ნიშნავს, მოგდე რაღაცები მესმის, ცოტა. ხო და თურქულ ენაზე ვუყურებ, თან როგორც გადაახვევ, წარმოიდგინეთ. იმას. ფილმს ვერ გადაახვევ, იქ უნდა იჭდე და უყურო ლაივშია თუ რა ვიცი რა არის. მეორე დღეს კი გადის მე ის ჩანაწერი იდება იქ და მეორე დღესაც შეგიძლია გინდ გადაახვი ისე უყურო, მაგრამ აი ვერ ვითმე, ნახეთ ქვაბში იხედება კიდე, მოგიკვდეს დედა. არ არის მეტი. ვიღაცა იყო გარეთ, ადაც მიმყავდა სკოლაში, ადაც ვერ დავტოვებდი ამათთან და რომ მოვედი გეგან ანტირალევი როტირო და ეგეთი დამხვდა, არ ვიცი იჭყუბეს ამათმა თუ რა ქნეს. ადაც ეუბნება ვიღაც კაცი. ლობიოზე და ღომზე ხარო შენ გაზრდილი. ხომთან ლობიოს არ ჭამენ ესენი, მაგრამ ღომი და ლობიო უყვართ, ორივე უყვართ. ასე რომ ორივე უყვარს მეთქი. ნელა. კიდე დალია. კიდე დალია ჩიმ კინტერე, დედასი. მე მეყვარს. აუ, უნდა დავრეკო ერთი საჩინოში. ხვალ მოდიან ჩემები. ჩემთან არ მოდიან, მოხამ უნდა წაიყვანოს სადღაცა. უნდა ვუთხრა, რომ ის კეჟერა თუ რაც არის, წამომიყვან, რომ ჟავე გავაკეთო მაგის და მართლა. გავსკდები მე და მოვიმატებ სადღაც 1.70 კილო გავხდები. იმდენად მიყვარს ჟავე, ლობიო და ღომი და თან ის კეჟერას მჟავე ძალიან. ჩემებური ოღონდ. ყველანაირს აღჭა. ხო და არც ის არ მწყინს მაგალითად რომ ვიღაცამ თქვას რომ ერთი შემთხვევა მოვიდა ლიკას პასუხი მოსთხოვეს მე რომ თქვა რომ არ მომეწონაო იმის გაკეთებული რაღაც კერძი რა პასუხი მოსთხოვა იმ ადამიანმა რატო რა გავაკეთე ისეთი რომ შენ არ მოგეწონაო ეს არ მწყინს გეთქვა მეთქი მე ლიკას იმისი ხაჭაპური მოგწონს გოგო და რა ქნა შენი ხაჭაპური მომწონს, მაგრამ ეს არ მომეწონა, გეთქვა თქო, არ გეუარა თქო, ანუ უარყო და არ გეუარა მე რა თქო. გეთქვა რომ ხაჭაპური მომწონს თქო. ძალიან მოსწონს მართლა იმ ადამიანის გაკეთებული ხაჭაპური, მაგრამ მოკლედ საწყენიც ყოფილა და მე არ მწყენს, არ უნდა გვეწყინოს მსგავსი რაღაცეები, იმიტომ რომ მე რო ვაკეთებ საჭმელს, ჩემს ოჯახის წევრებს მოსწონს, მაგრამ შეიძლება ეხა ვიღაცა, აი ბავშვები რომ მოდიან და ცხარია და რო ვერ ჭამენ. ეს იმას ნიშნავს, რომ იმათ არ მოსწონთ. მე რა ეხა ამის გამო ხო არ უნდა ვეწუწუნო და ვეჩხუბო იმათ, რომ ნეტა რატო არ მოგწენთ უკეთეს ვინმე გიმზადებს მსგავს რაღაცას. არ შეიძლება ვერც ვიკადრებ. არ გამოა, იმიტომ რომ რისი გემოც ახსოვთ იციან ან რაღაცა ის უყვართ. მეც ბევრი ამის გასინჯვა არ მიყვარს. ერთმა გოგომ მითხრა, რომ მსგავსი რაღაცაც შეგიძლია რომ გააკეთო მაგალითად რესტორნებში მიყვალ იმათ კერძებს დააგემო ანუ ვიდეოს გადაიღო მაგრამ არ მიყვარს მეთქი ის გასინჯვა და ვერც გავსინჯავ გინდა რამე უცხო კონდეთ ეხა და ვიარო თან ამაში თანხა უნდა გადავიხადო და სად მაგ რესტორნებში მე იმდენი ღიეს რაღაც კერძები რო შეუკვეთო და ამაზე ვიდეო გადავიღო არა არ გამოადგო მე უთხარი ანუ იმ რესტორანს გაუკეთებო მე რეკლამას და ისედაც უფასო რეკლამა გაუკეთე რამოდენიმეჯერ გინდა სენაკელებში ძალიან მომეწონა თითქმის ყველაფერი ძალიან კარგი ქონდათ რაც ჩვენ იყო რაც ჩვენ შევკვეთეთ ყველაფერი ძალიან კაი ქონდათ და ცოცხალი მუსიკაც ძალიან კარგი გარემო იყო ხო გავაკეთე უფასო რეკლამა კიდე ვერსალშიც რო ვიყავით ხო გამოვაჩინე რაღაცეები, კარგი იყო მოკლედ. ხო და ასე შემოგარგებ. დედიკო, ჩიოშკა. გამოიღე, მაცივრიდან. ლის არ უნდა და კარზეა ბოთლი და კარიდან ამოიღე. შემოთანა. გეგას ანალიზის პასუხებსაც ველოდები. რა იქნება პასუხები? ხო მივდივარ ქალაქში კრედოს იმასთან დაკავშირებით არ ვიცი ვიღაცამ კი დამიწერა რაღაც, მაგრამ ნახე რა არის
ყოველთვიურად TBC-ზეც მაჭრი ან ნახევარს მაგალითად დავალიანებაში მივიდივარ, მაგრამ ყოველთვე ხო მე რიცხება მაგალითად ეხლა ჯერჯერობით მე რიცხება, მაგრამ მომდევნო თვეში ეხლა რასაც მუშაობ ამ თვის YouTube-ის ხელფას მე მგონი ვერ გადავალ ზღვარს და ასე რომ ყოველთვიურად რომ მე რიცხება მაგალითად TBC-ზე რაღაცა თანხა ჩვეულებრივად მიაქვს, ამიტომ არასოდეს არ ავსულვარ რამე ესე დავალიანება რომ მქონოდა. საქართველოს ბარათზე მქონდა დავალიანება. ხო და იმან ერთ გოგოს ანუ დაუბრუნე რაღაც თანხა და პირადში რო შემხვდა. არ მინდა მეთქი ისე მინდა უბრალოდ რო გაჩუქოთქო რაღაცაზე და თან გამოვიქეცი მე რომ მივეცი ეს თანხა. არ მინდოდა რომ მოეცა. და მე იმ გოგომ ჩამირიცხა ანგარიშზე და იმით გათანაბრდა, ანუ იქ მქონია საქართველოზე, მაგრამ საქართველოს ბარათი არა მაქვს. უბრალოდ ანგარიში მაქვს დარჩენილი, კარტას ვადა გაუვიდა, როდინდელი იყო, აი ვირუსი იყო, თუ რაღაც რომ დაიწყო, მაშინ დასჭირდათ რომ ახლობლებს რომ მე ამიღოს ესხი მათთვის და მაშინ იყო რომ გამაფუჭეს და სახელი რომ გამიფუჭეს და გამაშავეს. ვუღებდი რა თქმა უნდა სხვებს, იმიტომ რომ სულ მეწუწუნებოდნენ, სულ ტიროდნენ ჩემთან და სხვა გზა არ მქონდა რომ არ ამეღო. და ბოლოს მე გავშავდი ისე რომ არავინ არაფერს არცად ანუ არ მაძლევდნენ. ხო და მაგიტო გამიკვირდა, ეხა კრედოზეც ხო იქნება ალბათ ნახევარი გადასახდელი და აი ესე 13 ლარი უცებ ვერ გახდებოდა, ხო დედიკო? კაბას მიხედი უკვე. კაბას გიყიდი? რა კაბასდი? ესეთი pink. გიყიდი დე, შენ თავს პიცა ვარ გიყიდი. ჩემი ხელფასით გიყიდი დე. და? pink, ჩემი ხელფასით გიყიდი, რომ დამერიცხე. მაიკა და კაბ. მაიკა არ უნდა დე, კაბას გიყიდი მარტო, კარგი, მთლიანს. ჰა. წარმოიდგინე, ჩემთვის ვერ ვიყიდი ვერაფერი სკოლისთვის, რომ რამე ჩამეწოდა ისე წავს ვერ ვიყავი. იმიტომ რომ ვერც გავდივარ სიმართლე რო გითხრათ და თან იმდენად მაშინ ზუგდიდში უნდა წახვიდე. აქ ნისიაზეც მაგალითად მე ვისთანაც დავდივარ, მომეწონა ჟილეტი და შარვალი და რა ღირს მეთქი. ისე ძალიან მომეწონა. თუ არ იქნება 100-ზე მეტი ვიყიდი თქო. 250 ეურო მითხრა როგორ გავშეშდი იცი? ვაი მე თქო ეგეთი ვიყავი. რა არის გოგო ასეთი რატო აწვირი თქო. იმის უფროსი არ იყო. იმ გოგოსთან გამყიდველთან ისთანაც კარგად ვარ იმას უთხარი თორე. იმის უფროსთან ვერ ვიტყოდი, მაგრამ ასე რომ ჩვეულებრივად წავალ. სხვა რამე ესეთი ლამაზი დღეები თუ იქნება რომ მომიწევს გამობრანჭა, მაგისთვის რამეს მოვიფიქრებ მერე, შემდეგისთვის. მე კეგაც მომიწევს მომავალ წელს სკოლაში და აი მაგ დროს რამეს გავაკეთებ. ისე ისა. კაცაცმელი რა არის, მეტი არაფერი არ არის, მატერია, მეტი არაფერი. თუმცა საჭირო არ არის მეთქი არა, ლამაზად გვაჩას. ყველას უხდება ლამაზად ჩაცმა. თუმცა რომ გამოვიწერე ის მივაბრუნე, თანხა უნდა დამირიცხო. სპორტულები მივაბრუნე და ეს წითელი კაბაც, იმიტომ რომ ძალიან მქონდა ტანზე და არ მიყვარს, ძალიან მომდგარი ტანზე. მოკლედ იყო. ეხლა დამჩაადას ფეხსაცმელები დასაბრუნებელი. ისეთი ამბები ძვირფასით მეტი არაფერი არ ხდება ჩემთან, მოწყენილობა, რა თქმა უნდა, სკოლა რო დაიწყება, იმედი მაქვს, რომ ჩვეულებრივად და ჩავდგები კალაპოტში და მექნება დილის ვლოგი, შუადღის ვლოგი და საღამოს ვლოგი. 3 ვიდეო მაინც კარი არ არის
არ იმას ვიზამ, ორი მაინც რომ მოვახერხო და ეგრე გადავიყო, ძალიან გამეხარდება. ძალიან მესიამოვნება, იმიტომ რომ ვერ წარმოიდგენთ, აი როგორ დაგაჭიროთ არ ვიცი, ამას რო წამოიწყებთ. როგორ არის იცი? თქვენი ნერვული სისტემა სულ იმაზეა გადატვირთული თუ არ ვიცი, ჩახვეული მაქვს თითქოს და რომ აი ეხა ეს უცებ მოვასწრო რომ მე ვიდეო გადავიღო. ან ნახე ხა ამდენი მაქვს გასაკეთებელი და ვიდეოს რო ვერ ვიღებ, აი ნერვულობა გიწევს, მიწევს მე მაგ. ოჩახ. ფანაირად შეგიძლია დე. წავიდა ხახალხო ეწამს ავწმენთ. რა მოკლედ გოდე მეძახო და ეხა რომ ბევრს რო ჭამო და არა და ბევრი ჭამა 6 ცალი შეჭამა. სულ რატომ აქვსო მე ცუდი გემოდა. იმიტომ მეთქი დედიკო რომ მე ითხოვს კოკაკოლას. ან რამე გაზიანი უნდა იყოს. ხო და აი ამას რო ითხოვთ, კომიდი და წყალი დალიე მეთქი და всё, უნდა გადაეჩიოს ამ იმებს, გაზიანებს. არც მომიტანია ეხა გუშინ მოვატანე, წაკავუშვი. ძალიან ესე რო დაიწყო. ხო და დალია პატარა კოკაკოლა მოიტანა, კიდევ კაი. არც მოვატანი ნებაწი. მოკლედ ეს წავიდა ბაძვიფასება ბედნიერ მშვიდობიან და პოზიტიურ დღეს გისურვებთ ყველას. ჯობით, შევეცდები ან გეტყვით რა, თუ მოახერხე მოვა. ჯობით.